ბოტანიკურ ბაღთან დაჭრილმა ლუკა ჩანქსელიანმა პირველი ჩვენება კურიერს მისცა 16 წლის მოზარდი ხელს მის თანატოს ბაჩო სირაძეს ადებს. ჩვენებების მიხედვით სწორედ სირაძე მისროლა იარაღით, რომელსაც ნიკა ჩანქსელიანი ადგილზე ემსხვერპლა, მეორე ძმა კი მძიმედ დაიჭრა. ლუკა ჩანქსელიანი დეტალურად აღწერს რა მოხდა იმ დღეს აბანო თუბანში, თუმცა არსებობს სხვა ჩვენებების, რომელთა მიხედვითაც დანაშაულის ადგილზე სხვა პიროვნებაც ისროდა. რაც შეეხება ეჭვმიტანილ ბაჩო სირაძეს 66 სკოლის მოსწავლეს უკვე წაუყენეს ბრალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ლევან ჯორბენაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ დაზარალებულთან და უკვე ბრალდებულთან გასაუბრება. რაც შეეხება სირაძესთან შეხვედრა იყო ძალიან რთული, რადგან ღუდუშაურის კლინიკაში მასთან ჯერ კიდევ ბადრაგი მორიგეობს, თუმცა მისი ოჯახის დახმარებით ჩვენ მაინც მოვახერხეთ პალატაში შესვლა და მობილური ტელეფონით კადრების გადაღება და მცირე ინტერვიუს ჩაწერა. რაც შეეხება თავად დაზარალებულს ჩანქსელიანს, მას ჩვენ შევხვდით ოპერაციის შემდეგ და მათ ჩვენ დეტალურად მოგვიყვა ორშაბათს მომხდარი ჩხუბის დეტალები. სამწუხაროდ ჩანქსელიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი ძმა ამ ჩხუბში მოკლეს. ნარკოზიდან გამოსულმა ლუკა ჩანქსელიანმა თავის პირველ ინტერვიუში ხელი ბაჩო სირაძეს დაადო. მან იგივე თქვა ინტერვიუს შემდეგ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც. მოკლულის ძმა იხსენებს, რომ მას სირაძემ სამჯერ ესროლა. ჩანქსელიანს სამი გასროლი და მხოლოდ ერთი ტყვია მოხდა. სირაძეა თუ ვინაცა. რა ხდება აქ, რა ვინ რას წყვიტავს? რიგდებიანო და მოერევიო რა. მანდ აქ მეუწყვიტაო ყველაფერს რა. თავზე მოუტრიალდი სანაც იარაღი ამოიღო და გვესროლა, ერთიო სამჯერ მესროლა. მოძლა და დავარდი. მე კიდე ჩემი ძმა და ბიძაშვილი გაეკიდნენ ამას. ლუკა ჩანქსელიანის ბიძაშვილი და ამ ჩხუბის დროს დაღუპული ძმა ბაჩო სირაძეს ბოტანიკური ბაღის შესასვლელ ქუჩასთან დაეწივნენ. გეგი ჩანქსელიანი ჩვენებაში აცხადებს, რომ სირაძემ აქ კიდევ ორჯერ გაისროლა. ძმები ლუკა და ნიკა ჩანქსელიანების ბიძაშვილის ჩვენებას ოჯახის ადვოკატი ყვება. ნიკაზე სროლის შემდეგ გიგა უკვე არ ტყავს, რამდენჯერმე უტყავს სირაძეს და არქმეს იარაღს. შესაძლებელია სრულიად, რომ ეს დაზიანებები მას ამ დროს მიიღო. ეს დაკინდება. თუ არის ცნობილი გამოძიებისთვის. როგორც ცნობილი არის, დიახ, როგორც ცნობილი არის, გიგას არანაირი იარაღი ხელში არ გააჩნდა. უნდა ყოფილიყო საკუთარი ხელი. დედაიძახის რო იარაღის დარი აქვს ნარტყამე შეიძლება წაერთმია და შესაძლოა არის იგას საკუთარი იარაღით წარქმეული დაერქვა. ამ ჩხუბში ყველაზე მძიმედ უმცროსი ძმა 17 წლის ნიკა ჩანქსელიანი დაიჭრა. ის ავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ბაჩო სირაძესთან არ შეიძლება მნახველების მისვლა? თუ ტელევიზიასთან არ არა, თქვენ არაფერ შუაში არ. ნელას ეგზალება შეცვლა. აბსოლუტურად ნათესავსაც კი. ბრალდებული სირაძე დღემდე ღუდუშაურის კლინიკის მე-6 სართულზე წევს. საავადმყოფოში დღეს არავის უშვებდნენ. 16 წლის ბაჩო სირაძეს სასამართლომ უკვე შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. ეს კადრები მობილური ტელეფონითაა გადაღებული. სირაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. რატო? ის ბიჭება რა შენ მომხანები უნდა ზუსტად ბრალდებულის ოჯახს მკვლელობის თავისი ვერსია აქვს. ბაჩო სირაძის მონაყოლის მიხედვით ჩხუბის დროს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა გაისროლა. მეგობრის ვინაობას 16 წლის მოზარდი არ ასახელებს. რკინებით იყვნენ შეიარაღებოდა კასტეტებით. არც ერთი მისი ვითომ ძმაკაცი მის გვერდით არ აღმოჩნდა და სულ ყველა დაესია ბაჩოს. მე ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა დაინახა, რომ ბაჩოს ურტყამდნენ, მობრუნდა და ისროლა. დიახ, აი ასეა. თუმცა ბაჩომ დაინახა ვინ იყო, ვინ ისროდა. მე მგონი კი, ეს არის ბაჩო სირაძის დაკითხვა მისი მდგომარეობის გამო გამოძიებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. 16 წლის მოზარდი ნაცემია. ის თავში ბლაგვის საგნით, ხელში კი იარაღითაა დაჭრილი. ვინ ესროლა ბაჩო სირაძეს, ეს ჯერჯერობით უცნობია. ჩვენ დღეს მოვახერხეთ ამ საქმის ერთ-ერთ თავად მოწვევსთან და თავად თვითმხილველთან გასაუბრება. ეს არის გიორგი ავალიანი, რომ სწორედ გიორგი ავალიანის ჩაყვნენ ჩანქსელიანები 66 სკოლაში საქმის გასარჩევად. გიორგი ავალიანს თავის სკოლებთან რაღაც კონფლიქტი ჰქონდა 2 დღის წინ. სკოლაში ორშაბათს რისთვის მიხვედით? შესარიგებლად. შერიგება გინდა და იმიტომ რომ სირაძის დედაიძახის რო ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და რამოდენიმე შესარიგებლად ვიყავით როგორ არა ხელკეტები და კასტეტი, იმიტომ რომ სირაძის დედაიძახის რო კასტეტი აქვს მოხვედრილიო ბავშვი და ხელკეტები. არა. არ ქონიათ. ცეცხლსასროლი იარაღი თუ ქონდათ? არა, შესარიგებლად ვიყავით. ამ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ჯერ კიდევ დასადგენია სირაძის მეგობარს ქონა თუ არა იარაღი და მოახდინა თუ არა მან გასროლა.